საღამო მშვიდობის. ბოდიშით. საღამო მშვიდობის. ხორცი გამოვიღე კატლეტისთვის. სახში დასალევად შესანახად არა. კამპოტი უნდა გავაკეთოთ, ჩავაციო, რომ უკვე всё ჩემთან აღარ უნდათ ეს ცხელი საჭმელები. უკვე დაცხა და ჭამაც აღარ უნდათ. ვალი გავარჩიო და ვაშლი შეურიო. გავრეცხავ, კარგად ჩავყრი და გავაკეთებ კომპოტს. აღარ უნდათ და ნუღარ უნდათ, მეც დავისვენე. დღეს რომ სიცხეა, მეგობრებო, მართლა ამდენი დღეა უკვე. დილას ვამბობდი რომ არ არის მეთქი, მაგრამ აი შვადობის მერე უკვე ისე ჩაცხარა. დღეს უკვე მაგრაცხელა. ხო და გავაკეთო ახლა კომპოტი. ვაშლიც ჩავყარე. დავადგა. უკვე ზაკაზებია სახში შემოსულ. აღარ გვინდა ცხელი საჭმელებიო, მაგრამ მაინც დღეს კატლეტს და პიურეს გავაკეთებ. ჯერ ხორცი სანამ გამხვევა, მაგას რო უნდა გვიანზე გავაკეთებ. რომ გიგა რომ მოვამშიერი, მაინც ხომ უნდა ჭამოს რამე და ნამუშევარი კაცები ახლა მარტო სალათით და ყველით ვერ გაძღებიან და ვაშს კანს არ ვაცლი, ასე უფრო კაია. ეს არის მჟავე ვაშლი და იმ ბალის ერთად არის ძალიან გემრიელი. ცოტა ამას ის აქვს მინუსი, რომ როგორ კი წამოდუღდება, იმ წუთას ჩაიხარშება და თავზე ვადგივარ, რომ იმ წუთას გავთიშვა, როგორც კი ადუღდება. ხა დიდი ქვაბით ვამზადებ, მაგრამ ამდენს არ გავაკეთებ. ანუ სალსე ქვაბით არ გავაკეთე. სადღაც 3 ლიტრას ალბათ. მართლა ძალიან ცხელა ხალხო. всё უკვე დაიწყო. სარეცხებს ვრეცხავ ახლა და ალბათ 15 წუთში გაშრება. მათიასთანაც შევალშვა, დღეს ყავას იქ დავლევ. მე დღეში ერთ ვსვამ წესით. შემოდიო მითხრა და შევალ 1 საათით. დავლევ ყავას იქ და მე რომ შემოვა ხორცის გამხვალი იქნება და გავაკეთებ. ეხლა საათი არის საღამო მშვიდობის გითხართ, იმიტომ რომ თქვენ რომ ამ ვიდეოს ნახავთ, უკვე საღამო იქნება.
ოდან საათი არის 4 ხდება და რადგან 3 ლიტრას ვაკეთებ 2 ჭიქა ნახევარს გავაკეთებ. ნახოთ. იმიტომ რომ ჟავია ვაშლი და არ ექნება ამას ესეთი სიტკვა. ნათიასთან შვილი ყავს მეთქი დილას ხო? ნიცუკა და მოინახული დილას იყო ჩემთან ანა მან მიახლოებით ეს ქვაბი ვიცი რამდენია და ამაზე მეც აღარ არის სილაში შევდგა საჭმელები თორე სიცხეში ეხლა კარებიც დახურული მაქვს ხმაური არ შემოვიდეს გასთანაც ვარ და უკვე სული მეხუთება კარგი მეგობრებო, ეს ადუხდება თუ არა გავთიშა. ცოტა პადეზდი მინდა მოვაწესრიგო და მერე შევალ ნათიასთან. მოვამზადე მეგობრებო ხორცი და რაღაცეები რომ გავაკეთო კატლეტი და ცალკე კიდევ პიურე. კატლეტს და პიურეს მე მგონი დიდად არ სჭირდება ვიდეოს გადაღება ეს ყველა მიცის, მაგრამ მე რადგან თქვი რომ ყველა ფერს რასაც გავაკეთებ გადავიღებ მეთქი მაინც მომაქვს თქვენამდე ყველა იცის კერძი თავისებურად და მათ შორის მეც ბევრს არ ვაკეთებ მირჩევნია რომ შეიჭამოს და ხვალ კიდევ სხვა რამე გავაკეთო ან ზეგ. რადგან ჩემთან პრობლემა არის რომ მეორე დღეს ახლა გაცხელებულ პიურეს ნამდვილად არავინ არ შეჭამს. დავადგე და მოიხარშოს. აქეთ გამზადებული ვაქვს. ხორცი მე მგონი ჩანს. ხორცი, ხმელი ქინძი, კვერცხი, ხახვი და ნიური, წვანილები. ეს ახლა გასარეცხი მაქვს ნამდვილად და ჩავალბო. ეს ოხრახუში მაქვს კატლეტისთვის. და ეს ქინძი კიდე მაქვს პიურესთვის. ამას ახლა ჩავალბობ მე ცოტა ხნით. და თავისთავად მარილი და პირპილი.
მაქვს კიდე სერი პური და არა შავი. მე ასე ვაკეთებ. სერი პური ნახევრის კიდე ცოტა, ნახევარზე კიდე ცოტა. ჩალბობილი და ამასაც ამოვწურა. თანდათან გაჩვენებთ. მე ხახვი მირჩევნია დავაჩოფერო. ჩემ წვანილები ჩავყარო წყალში. მე ხორცი მქონდა წყალში დიდი ხანი ჩალბობილი. ეხლა კი ამოვწურე, მაგრამ კიდევ აქვს მაგას თავისი წვენი და კიდევ მაქვს ამოსაწური. ამოვწურავ კარგად კიდე და მე უნდა ვცადო და დავაჩოფერო ერთი ნაჭერი, იმიტომ რომ ამაში მე ჯერ არ მიცდია ხორცს აჩოფერებს თუ არა. და ხავს კი აჩოფერებს და დავჭრილ. ეხლა რომ არ ვიხმაურობ, დროებით გავთიშავ. ხახვი დავაჩოფერე, უცებ, სულ ცოტას მოვიტოვებ მე ეხლა იურესთვის ზეთში გადავხრაკავ და ჩავასხამ. ეხლა მაინტერესებს ძალიან ხორცს თუ დააჩოფერებს და ვცდი ერთ-ორ ნაჭერს, რადგან არ გავაფუჭო, ძალიან მაინტერესებს. დავაჩოფერებ და ნახოთ. შვენიერ კარგად დააჩოფერა, შვენიერ კარგად მომეწონა. ამიტომ ეგეც ძალიან გამიადვილდება ეხლა, ვიდრე ხორცის გასატარებელ მანქანაში. გავაკეთებ ამასაც და გაჩვენებთ. მაინც ვშიშობდი, რომ არ გამიფუჭოს მეთქი და ცოტ-ცოტა ჩავყარე, მაგრამ სულაც არ აქვს პრობლემა. შვენივრად დააჩოფერა. ძალიან კარგი რამე ყოფილა. ხორცისთვის არ გამომიყენებია, თორემ ისე კი. ხორცი პირველად დავაჩოფერე, მე არ მაქვს ეს დიდი ხანია ნაკიდი და მაგიტომ. რადგანაც ახლო ხანს ვიყიდე, არ მქონდა დატესტილი, ასე რომ ვთქვათ. პურიც ჩავყარე, კვერცხსაც ჩავუშვებ. სიმწარესაც ჩავყრი პიპის. ჩემი რადგან მწარეა, ბევრს ვერკვი. რომლის მიხედვით. მარილიც რა თქმა უნდა გემოვნების მიხედვით. ხმელი ქინძიც. და ორეგანოსაც ვუშვები, მაგრამ მეგონა მქონდა და არ მქონია და ანუ ორეგანოსაც ვამატებ. ოხრახორსაც დავამატებ. ამის დაჩოქერებაც შეიძლებოდა, მაგრამ მე დაჭრილი მირჩევნია წვანილი. ეს ქინძი კიდე იმისთვისა, პიურესთვის. მარილი კიდე მჭირდება იყოს. ეხლა ამას კარგად ამოურევ, როგორც ჩვეულებრივად კატლეტი კეთდება და ესეც კატლეტია.
ამოურევ კარგად და გაჩვენებთ მერე მასას. არაფრის დამატებას არ მოითხოვს, არის ძალიან მშრალი და გემრიელი მასა. ეხლა გავამზადებ და შევწვა. დავაგუნდავებ ჩვეულებრივად და შევწვა. ამასობაში პიურეც მოიხარშა მგონი, კარტოფილი მოიხარშა. წვენი სულ ცოტა აქვს და თუ დარჩება გადავწურავ, მაგრამ არა მგონია დარჩეს. ჯერ აკლია. ასე რომ ეგეც მზად იქნება. ამასობაში დავიწყებ მე შეწვას. წვავ იმდენს, რამდენსაც ეხლა შეჭამე. აქ წვავ ცხიმს და მოვთუშო მინდა ხახვი, რადგან პიურეში გავუკეთო, კარტოფილიც თითქმის მოიხარშა. მოვთუშავ ხახვს, ჩავასხამ პირპილი, მარილი და ქინძი. ეგეც მზად იქნება. ეს ძალიან გემრიელი სუნი ამოდის კატლეტის. დარჩა ამდენი კიდევ ფარში, ამას აქედან გაჩვენე. ფარში ამდენი მაქვს მე კიდე. ამას დავაგუნდავებ, ჩავყინავ მაცივარში, გადავიტან მერე ახალ პარკებში და შევინახავ. არც ქვილში და არც არაფერში არ ამოვავლებ. ამას ასე ჩავყინავ, მერე გადმოვდგა, ოდნავ რომ ანუ 5 წუთის მერე ძილს მოეშვება ეს ყველა და თავისუფლად ავიღებ. კიდევ რამდენი გამოვიდა, ახლა ჩავყინე. აი ასე გამოიყურება ჩემი კატლეტი და პიურე. პადლიკის ერთადაც კარგია, ვიცი, ვაკეთებ, მაგრამ ჩემები რადგან არ ჭამენ, ეხლა არ გამიკეთებია. ისე ვიცი, რომ ძალიან გემრიელია და გაკეთებაც ვიცი, რა თქმა უნდა. დავამთავრე, მეგობრებო, კატლეტიც და პიურეც ამ სიცხეში და მე მგონი მე უფრო შევწვი ვიდრე კატლეტი. ეხლა თუ ერთადერთი კარისხმა იყო. ერთადერთი ეხლა თუ მიშველის წყალი. თორემ ისეთ დღეში ვარ, რა ვიცი. მითხარი რანაირი იყო. ამირან ჭამს უკვე და მერე განაცხადებს როგორია. ყველა თავისებურად აკეთებს ყველა კერძს. მე ვაკეთებ ასე და მე მიმაჩნია სწორად, რომ ზუსტად ისეთი რეცეპტებით არ უნდა გააკეთო საჭმელი და შენებური რაღაც უნდა შეიტანო ცვლილება. 1 წუთით კარს დავხურავ. მე ასე მგონია და არც იმით შავდება რამე, იმას არ ვამბობ, რომ რამე დაშავდება თუ ზუსტი რეცეპტებით გააკეთებ, მაგრამ მე მირჩევნია რაღაც ცვლილებების შეტანა. როცა ოჯახისთვის აკეთებ. ეხლა რესტორნის კერძი და სხვა კერძებზე არ ვსაუბრობ. იმიტომ რომ კიდე მავიწყდება რომ იქით გაიხედა. იმიტომ რომ სახლში როგორცაც ჭამენ, ის ცვლილებები აუცილებლად უნდა შეიტანო. და მაგას გულისხმობ. მინდა რომ სწორად გაიგოთ. ხო, გავამზადე და ეხლა ავტვირთავა ვიდეოს და გავიქცევი ავანოში თორემ შევიწყვი რომ იტყვიან. მე მგონი ფერიც მაქვს ახეზე. და რატო მეგობრებო? ყველგან კარები მქონდა ჩახურული, რომ ხმა არ ყოფილიყო არ საიდან.
და მოდის ეს შენიშვნები რომ ხმაურიაო. ხო და კი გასაგებია მიკროფონს მეუბნებიან რომ მიკროფონი გაიკეთეთ და ხმა აღარ იქნება და შენი ხმა იქნება მარტო. კი მეგობრებო, მაგასაც გავაკეთებ, მაგრამ ამჟამად არ მაქვს გუშინაც ვთქვი, მე არ მაქვს ყველა მაყურებელთან რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარხართ, ყველა არც შენიშვნათ არ ვღებულობ ამას ვღებულობ სწავლებად, რომ მე არ ვიცი, ბევრჯერ ვთქვი, ბევრჯერ აღვნიშნე და თანდათან ვსწავლობ ეტაპობრივად ყველაფერს. არ მქონდა ვთქვათ ეს ტელეფონის დასამაგრებელი, შევიძინე. არ მაქვს ეს მიკროფონი, შევიძენ. ოღონდ დღეს და ხვალ ყველაფერს ერთად ვერ გავაკეთებ. ხო და მიცნობს ჩემი მაყურებელი, იცის რას ვამბობ და იმედი არ მინდა ყველა საღამოს ნამდვილად აღარ ვიტყვი ამას, ეს ერთხელ თქვი და მორჩა, შევიძენ და მექნება, მაგრამ არ ვიცი დღეს თუ ხვალ. ესეც გამოსწორებადია და მე მგონი ამით დიდ რამე ისეთ არაფერს არ ვაკეთებ, უბრალოდ შემაწუხებელი ხმაური გესმით და ეგაა და ეხლა იქ მაგის გამო რომ ხმარ საიდან შემოსულიყო ან ქუჩის ან კი ეხლა გვიანია და მშენებლობაზე არ არიან, მაგრამ ქუჩის ხმა ისე შემოდის ჩემთან, თითქოს აქ არიან და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ყველა კარები ჩახურული მქონდა და ვიყავი გასთან და ვარ აი როგორ იცით, ვითვალისწინებ ამასაც და ვაკეთებ. და რომ შევიძენი მიკროფონს, ჩემთვისაც უკეთესი იქნება და აღარ მომიწევს ასე გაგრძელება ვიდეოების ჩაწერის. მეგობრებო, ყველა მიყვარხართ, ყველა პატივს ვცემ, ყველა შენიშვნას ვითვალისწინებ და მოგვარებადია და მოვაგვარებ ამასაც. მოდის, რა ვქნა, მოდის ესეთი კომენტარები და ამიტომ ვამახვილებ ყურადღებას. და არ მაქვს მე, რაღაც ერთეულებთან მაქვს ეს საკითხი. ხო, და ეს საბოლოოდ ვთქვი და всё მორჩა, ხვალდაზე ამას აღარ გავიმეორებ. ვთქვი და მორჩა. გავაკეთეთ მეთქი. ხო მეგობრებო, ამ საღამოს ამ ვიდეოთი და გემშვიდობებით. შვიდობიან ღამეს გისურვებთ, უკვე საათი 10 ხდება და მოვალ ხვალე აუცილებლად, როგორც მოვალ ისე მოვალ. ხვალამდე აბა მეგობრებო, გემშვიდობებით, შვიდობიანი ღამე ყველას.